600 დღეა ალკოჰოლი არ მიმიღია არც ერთი წვეთი და ძალიან ვამაყობ. გამარჯობა, მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღევანდელ ეპიზოდში მოგიყვებით ჩემ გამოცდილებას, რატომ დავანებე SMAS თავი და რატომ უნდა დაანებოთ თქვენც. დავიბადე საქართველოში, ბაბუა ჩემი იყო მეღვინე და შესაბამისად ჩემს ოჯახში ღვინის და ზოგადად ალკოჰოლის კულტი იყო. არა მხოლოდ მოხმარების მიზნით, არამედ ზოგადად ღვინის დაყენება, დაწურვა, დედის და მამის მხარესულ ეჯიბრებოდნენ, რომელს უფრო ხარისხიანი, ნატურალური და გემრიელი ღვინო ჰქონდათ და შესაბამისად მეც ისე გავიზარდე და ისე დავპროგრამდი, რომ ღვინის და ზოგადად ალკოჰოლის ჩემთვის ძალიან მისაღები იყო, ჩემი კულტურის ნაწილი იყო და შეიძლება ითქვას, რაღაცნაირად ქართულ იდენტობასთან ასოცირდებოდა. თუმცა დღეს 34 წლის ასაკში მე ასე არ ვფიქრობ. მე ვგრძნობ, რომ ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა არის, რომ მე ვთქვი ალკოჰოლზე უარი და მე არ ყოფილვარ ყოველდღიური მსმელი, უფრო სოციალური მსმელი ვიყავი. მეგობრებთან ერთად ან დღესასწაულებზე ვსვამდი ხოლმე, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ჭარბად მოვიხმარდი ალკოჰოლს, იმიტომ რომ მე იმ ადამიანების რიცხვში არ ვიყავი, ვინც ერთ ან ორ ჭიქა ღვინოს დალევდა და სულ ამით შემოიფარგლებოდა მთელი მისი საღამო. სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს პირველად სასმელი როდის გავსინჯა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო 18 წლის ასაკამდე და მას შემდეგ განსაკუთრებით ინსტიტუტის პერიოდში, სადღაც 20-დან 25 წლამდე აქტიურად ვსვამდი ხოლმე მეგობრებთან ერთად, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რამე შეკრება ბარში, არ ვიცი, ინსტიტუტის ლექციების მერე და ასე შემდეგ. რაღაცა ისეთი განსხვავებული გამოცდილება არ მქონია, ვიდრე შეიძლება გქონდეთ თქვენ. თუმცა სადღაც 30 წლისკენ რომ მივდიოდი, ეგრეთ წოდებული ნაბახუსევის სიმპტომები ბევრად უფრო დამიმძიმდა. ადრე თუ შემეძლო რომ დამელია ერთ დღეს და მეორე დღეს ჩიტივით ვიყავი და ყველაფერს ვაკეთებდი, ესე აღარ იყო. მქონდა თავის ტკივილი, კარგად არ მეძინა, გაღიზიანებულიც ვიყავი და ასე შემდეგ. მოკლედ მივხვდი, რას ნიშნავდა სიტყვა ნაბახუსევი, როცა თინეიჯერობის ასაკში და 25 წლამდე საერთოდ ვერ ხვდებოდი რა იყო, მაგრამ ეს სიმპტომები არ იყო იმდენად მძიმე, რომ მე საბოლოოდ მეთქვა უარი ალკოჰოლზე. შემდეგ დაიწყო კოვიდი და კოვიდის დროს ზედმეტი ყურადღება მივაპყრე ჯანმრთელობას, ძალიან კონცენტრირებული ვიყავი ჯანსაღყვებაზე, სეირნობაზე, ვარჯიშზე, მედიტაციებზე და ასე შემდეგ და უბრალოდ ალკოჰოლი ამოვარდა ჩემი დღის წესრიგიდან. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მაშინ დავანებე თავი, იმიტომ რომ როცა მეგობრებთან მივდიოდი, ბევრი თხოვნის მერე შეიძლება და მაინც დამელია. მე ბოლოს დავლიე 2023 წლის 31 დეკემბერს პანამაში და შემდეგ დილას რომ გავიღვიძე, საკუთარ თავს შევპირდი, რომ არასდროს აღარ დავლევდი. ეხლა ესე მკაცრად აღარ ვუყურებ, რომ არასდროს და არასდროს ამას არ ვიზამ, იმიტომ რომ ყველა ეგეთი პირობა მერე გიბიძგებს, რომ დაარღვია, თუმცა აგერ უკვე 600 დღე გავიდა, რაც არ დამილევია. და ვფიქრობ, რომ ალკოჰოლს აღარ მიუბრუნდები ნამდვილად, იმიტომ რომ საერთოდ რომ ახსენდება ალკოჰოლს ვსვამდი, ჟრუანტელი მივლის და რაღაც ორგანიზმი მეუბნება, რომ ოღონდ ეგ არა, ეგ რა საშინელება იყო, ეგ აღარ გამიკეთა. ეხლა აქამდე როგორ მივედი, მოგიყვებით. წლების მატებასთან ერთად სიმპტომები დამიმძიმდა, ან შეიძლება უფრო ვაქცევდი ყურადღებას ამ ნაბახუსევის სიმპტომებს. მტკიოდა თავი მეორე დღეს, ვიყავი შეშუპებული, უხასიათო, ხშირად მეცვლებოდა გუნება, განწყობა, ემოციები არ მქონდა დაბალანსებული და თან ამას დაემატა, რომ ფიზიკური სიმპტომების გარდა მქონდა სულიერ ემოციური სიმპტომები, რაღაცნაირად რომ ვიღვიძებდი თავს დაცემულად ვგრძნობდი რა, თითქოს მანამდე ვითარდებოდი და ისევ უკანა კიბეზე გადმოვედი. და აქედან გამომდინარე, ჩემ თავს დავუსვი კითხვა, რა მინდოდა ცხოვრებისგან, როგორი ცხოვრება მინდოდა და პასუხი იყო, რომ მინდოდა სასარგებლო ცხოვრება, საინტერესო,
ჯამრთელი და ხანგრძლივი. მე ჩემ თავში შემოვიდა ესეთი ფიქრები, უვლის სახისკანს, ვარჯიშობ, იოგაზე დადიხარ, ცურავ, ხან იმას ჭამ, ხან მწვანეს, ხან ავოკადოს, მოკლედ ერთი შეხედვით თავს უვლი, მაგრამ მე მიდიხარ და სვამ ალკოჰოლს და რა აზრი აქვს ამ ყველაფერს შენ თუ სვამ ალკოჰოლს. მე უფრო დეტალებში ჩავედი, რამდენად მავნე არის ალკოჰოლი, იმიტომ რომ დამეთანხმებით თქვენც ალბათ საქართველოს რეალობაში ნაკლებად საუბრობთ განსაკუთრებით ისეთი მსმელები, რომელიც ხან სვამთ, ხან არა და ესე ვთქვათ, დამოკიდებულება არ გვაქვს ალკოჰოლის მავნებლობაზე და უფრო რაღაც ხუმრობით მითებზე ვლაპარაკობ და თითქოს ალკოჰოლი შეიძლება კარგი იყოს 1-2 ჭიქა. სხვათა შორის ძალიან ხელი შემიწყო ალკოჰოლის ჩემი ცხოვრებიდან ამოღებაში, პანამაში ცხოვრებამ და რაღაცნაირად დამკვირვებლის როლში ყოფნამ. აქ რა ჩამოვედით, ჩვენ წავიდოდით კლუბში თუ რესტორანში, ვაკვირდებოდი სხვა ადამიანებს ჩვენი ასაკის და ძირითადად არავინ არ სვამდა და თუ სვამდნენ, აი ერთი კოქტეილი და მეორე შეიძლებოდა დაეტოვებინათ. ჩვენს ქართულ რესტორანში, როცა ყავს სტუმრები, აი არ მინახავს, რომ ორ ადამიანს შეეკვეთოს ერთი ბოთლი სასმელი. თუ შეუკვეთა, ესე იგი არ არის პანამელი. მოკლედ აქ არ არის სოციალური ნორმა, რომ ადამიანები სვამდნენ და ძალიან მომეწონა ეს, იმიტომ რომ მათთვის გართობა არ ასოცირდება დალევასთან და არც სოციალიზაცია, კომუნიკაცია და მეგობრებთან დროის ტარება. ამან ძალიან შემიწყო ხელი და დამანახა, რომ ის რაც საქართველოში ხდება, არ არის სხვებისთვის რეალობა და არ არის მისაღები ნორმა. აქედან გამომდინარე, მე კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე თვითონ ეს სმის ტრადიცია და ჩვენი კულტურის, ასე ვთქვათ, დიდი ნაწილი რომ არის ალკოჰოლი, რამდენად სწორია და რამდენად კარგია ჩემთვის როგორც ადამიანისთვის, ქართველისთვის და სხვა ქართველებისთვის და ზუსტად ეს არის მიზანი, რატომაც ვწერ ამ ვიდეოს, რომ მინდა ჩემი აზრი გითხრათ, თუ რამდენად ცუდია ალკოჰოლი და რატომ არ უნდა დავლიოთ ალკოჰოლი, თუ გვინდა რომ კარგად ვიცხოვროთ და ჩვენი ქვეყანაც განვითარდეს, იმიტომ რომ რა ვიცი, ესე ძალიან მსმელი და ყოველდღე მოკეიფერი, მე არ მინახავს ჯერ რომ ძალიან განვითარებული იყოს და კარგი სტანდარტები იყოს ცხოვრების. თქვენ თუ იცით ესეთი ქვეყანა, დამიწერეთ და ძალიან დიდი სიამოვნებით ვნახავ, როგორ ახერხებენ ამას. ამ ეპიზოდით მინდა გავაბათილო ის მითები, რომლებიც საკმაოდ აქტუალურია და ხუმრობის საგანია, მაგრამ ნახევრად გვჯერა ქართველებს. პირველი ესეთი მითი არის, რომ წითელი ღვინო კარგია გულისთვის და ზოგადად ახანგრძლივობს ადამიანის სიცოცხლეს, რაც არის აბსოლუტურად ტყუილი და ბევრი თანამედროვე დადასტურებული სამეცნიერო კვლევა არსებობს, რომ ეს არის სრული აბსურდი და არის მითი. იმისთვის, რომ ადამიანმა მიიღოს წითელი ღვინისგან ის სარგებელი გულისთვის, რაც საჭიროა, ერთ დღეში უნდა დალიოს 500 ლიტრა წითელი ღვინო, რომელიც თან ალკოჰოლს შეიცავს და უამრავ სხვა დაავადებას აჩენს და ისედაც რომ არ აჩენდეს, 500 ლიტრა ღვინოს ფიზიკურად ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიხმარს, რაც არ უნდა ღვინის მოყვარული იყოს. რესვერატროლი, ანუ ის ნივთიერება, რომელიც არის წითელ ღვინოში და არის კარგი ჩვენი გულსისხლ ძარღვებისთვის, ასევე არის ყურძენში, ანუ ყურძენს არ ჭირდება ღვინოთ ქცევა, შეგიძლიათ პირდაპირ ყურძენი მიირთვათ, არის შავ შოკოლადში, არის მოცვში და ზოგადად იყიდება როგორც დანამატი და თუ ვინმე გასაჯანმრთელებლად სვამთ წითელ ღვინოს და ამის გჯერათ, ჯობს ჩაანაცვლოთ მართლა ჯანსაღი პროდუქტით ან საკვები დანამატით. ანუ ეს არის მითი ნომერი 1, რომელიც ვერც ერთ არგუმენტს ვერ გაუძლებს, შეგიძლიათ დამიწეროთ კონტრარგუმენტი და გამოგიგზავნით იმ კვლევებს, რომლის საფუძველზეც მე ახლა ვსაუბრობ. მითი ნომერი 2, ალკოჰოლი გვეხმარება სტრესის დაძლევაში, გვაბედნიერებს და გვამხიარულებს. ამას შეიძლება დავეთანხმოთ მაშინ, როცა ვართ სმის პროცესში. როგორც კი ვიწყებთ გამოფხიზლებას, ეს მითი არის ასევე
აბსურდი. იქიდან გამომდინარე, რომ დალევისას გამოიყოფა ხელოვნურად ესე დავარქვათ, ბედნიერების ჰორმონები, დოპამინი, ენდორფინი, ჭარბი რაოდენობით, მეორე დღეს ორგანიზმი ითხოვს დაბალანსებას და აქედან გამომდინარე ის ჭარბი გამოყოფილი ჩამოდის მნიშვნელოვნად ქვემოთ, რის გამოც ჩვენი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი იწევს ზემოთ. ანუ მოკლევადაში შეიძლება ეს მითი მართალია, მაგრამ გრძელვადაში, ანუ მეორე დღიდან ეს სხვანაირად მუშაობს. ანუ პირიქით, უფრო ცუდ ხასიათზე ვდგავით და უფრო ცუდად ვართ, ვიდრე დალევამდე ვიყავით. თუ თქვენ ხშირად სვამთ, ტვინი მოგთხოვთ კიდევ უფრო ხშირად დალევას, იმიტომ რომ შეეჩვია ხელოვნურად გაბედნიერებას და მას ისეთი მარტივი ქმედებები, როგორიც არის სასიამოვნო, კერძის ჭამა, წერა, სეირნობა, ვარჯიში, ესეთი რაღაცები აღარ ახარებს და შესაბამისად აქედან იწყება ზუსტად ალკოჰოლზე დამოკიდებულება. მითი ნომერი 3 ხანდახან ცოტა ალკოჰოლის დალევა არ არის ცუდი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული არ არის დოზა, თუ რა შეიძლება იყოს უვნებელი ჩვენი ორგანიზმისთვის. Guideline-ში ნათქვამია, რომ ნებისმიერი დოზა, ერთი წვეთით, ერთი ჭიქით შეიძლება იყოს საზიანო და თუ რამდენად საზიანოა, დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმის სენსიტიურობაზე, მიმღებლობაზე, იმუნიტეტზე და ზოგადად გენეტიკურ ფაქტორებზე. ასე რომ გააჩნია ადამიანს, ვისთვის ერთი ჭიქა არის საზიანო და ვისთვის 10. აქედან გამომდინარე არ არსებობს ის ნორმა, რომელიც შეიძლება სასარგებლო ან ნეიტრალური იყოს ჩვენი ორგანიზმისთვის და ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდევ მოგიყვებით სხვა სამეცნიერო დასკვნების შედეგებს. მითი ნომერი 4 ვერ ვიძინებ და ცოტა ალკოჰოლს ვსვამ, რომ კარგად ჩამეძინოს მარტივად. შეიძლება ჩაგეძინოთ, მაგრამ ალბათ გეცოდინებათ, ძილს აქვს რამდენიმე ფაზა და როცა ჩვენ ალკოჰოლს ვიღებთ ნებისმიერი რაოდენობით, ჩვენი სხეული ვერ ახერხებს REM ფაზაში შესვლას, რაც ნიშნავს ღრმა ძილის ფაზას ვტოვებთ, რეგენერაცია არ ხდება ორგანიზმის და ჩვენი ტვინი ვერ ისვენებს. ანუ გძინავს ზედაპირულად, რომელსაც თითქმის არანაირი შედეგი არ მოაქვს ჩვენი ორგანიზმის აღდგენის თვალსაზრისით. მითი ნომერი 5 ღვინო არის ქართველების იდენტობა და ეს არის ჩვენი კულტურა და ტრადიცია. ეს შეიძლება საკამათო საკითხი იყოს, თუმცა ჩემთვის მაინც არ არის საკამათო, იმიტომ რომ საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ჭარბი ალკოჰოლის მოხმარება დაუშვებელია, თუ საუბრობთ კულტურა, ტრადიცია, რელიგიაზე და საერთოდ თრობაში ყოფნა არ არის დასაშვები მდგომარეობა. ეს ერთი, მაგრამ მეორე, როდესაც საქართველოს მუდმივად ჰქონდა საომარი მდგომარეობა და თავდაცვითი მდგომარეობა, ქართველ კაცს არ ეცალა იმისთვის, რომ მთვრალი ყოფილიყო და ფეხი არ ეოდა და ვერ ეარა. ის უნდა ყოფილიყო ფხიზლად, მტრის მოლოდინში და მაქსიმალურად ეფექტური უნდა ყოფილიყო. ქართველები ზოგადად სვამდნენ იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა იყო ძალიან დიდი ზეიმი, რაიმე გამარჯვება, დღესასწაული და ეს არ იყო ყოველდღიური თრობა. ამას სხვათა შორის ისიც ადასტურებს, თუ როგორი ნაციონალური კოსტიუმები და ტანსაცმელი გვაქვს. მე მოცეკვავე ვარ და ვინც მოცეკვავეები ხართ, დამეთანხმებით, რომ ქალის და კაცის ფორმაც ქართული უნდა იყოს წელში ძალიან გამოყვანილი და შესაბამისად ეს იყო იმის მანიშნებელი, რომ ჩვენ არ გქონდა ეს ალკოჰოლიკის ღიპები და მუცლები, ანუ მაგის ფუფუნება ქართულ კაცს და არც ქალს არ გქონდა, მათი წელი იყო ვიწრო და გამოყვანილი და მაგიტომაც იყო ქამარი შემოჭერილი. მე როგორც ნახე რაღაც წყაროები, თუმცა არ არის დადასტურებული და შეიძლება ვიღაცა შემომედაოს, ჭარბი დალევა საქართველოში
და იმ ტრადიციიდან და კულტურიდან გადახვევა, რაც არის ნამდვილად ღვინის კულტურა და ღვინის ქვეყნად ყოფნა შემოიტანა რუსეთის იმპერიამ და მერე კიდევ უფრო დაამძიმა საბჭოთა კავშირმა, როდესაც ესე ვთქვათ, გადავიდნენ ღვინის მასიურ წარმოებაზე, მასიურად იყო ღვინო ხელმისაწვდომი, ფასი დაუვარდა და ხარისხიც იყო ძალიან დაბალი. და საერთოდ თუ შეხედავთ რუსეთის იმპერიის დროს, ანუ ტანსაცმელი მათი იყო ხალათებივით, კაცების განსაკუთრებით, იმიტომ რომ მათ სმა უყვარდათ და ეს მუცელს ფარავდა რაღაცნაირად და ესე ვთქვათ, აი ეს ჭარბი მოხმარება ალკოჰოლის, ხო, ქართველის ადათ წესებში არ ჯდებოდა, იმიტომ რომ ვერ ვიქნებოდით სულ მთვრალები, როცა სულ ჩვენზე თავდასხმას ვცდილობენ და ქვეყნის წართმევას. აქედან გამომდინარე, უნდა გავმიჯნოთ დამახინჯებული, დამაზიანებელი, ახლად შემოტანილი ვითომ ტრადიცია, რეალურად იმ ტრადიციისგან, რაც უნდა ქონდეს მართმადიდებელ, მებრძოლ, ვაჟკაცს ერს და გულისხმობ აქ ქალსაც და კაცსაც. ისე რომ არ გამოვიდეს, რომ სულ ჩემ აზრებს ვაფრქვევ, დამატებით ვიდრე უკვე ვიცოდი, მოვიძიე 2020 წლიდან 2025 წლამდე ჩატარებული ყველა სამეცნიერო კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ ალკოჰოლი ნებისმიერი ოდენობით არის დამაზიანებელი ადამიანის ორგანიზმისთვის, არის ნომერ 1 კატეგორიის კარცეროგენი, ანუ იწვევს სიმსივნურ დაავადებებს ნებისმიერ ორგანოზე. ამას ემატება ის, რომ არის ძალიან საშიში ტვინთან დაკავშირებული დაავადებებისთვის, რადგან ამცირებს ტვინს ზომაში და მას აზიანებს და შემდეგ ღვიძლი, კუჭი, გული, ანუ ეს ყველაფერი ზიანდება იმით, რომ ჩვენ ვიღებთ 1 ან 9 ჭიქა ალკოჰოლს და რა თქმა უნდა, რაც უფრო მეც და ხშირად მოვიხმართ, ეს რისკები უფრო და უფრო იზრდება. ვინც უფრო ღრმად ხართ დაინტერესებული ამ თემით, ან არ ეთანხმებით იმას, რასაც ვამბობ, შეგიძლიათ მომწეროთ Instagram-ზე და ყველა ამ კვლევას გამოგიგზავნით ისეთი ინსტიტუტებისგან, როგორიც არის ოქსფორდი, ჰარვარდი, ასევე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე კერძო პრაქტიკაში მაგალითად ქიმიამენი, რომელსაც 200,000 ტვინი აქვს დასკანერებული და ადასტურებს, რომ ერთი ჭიქაც კი ცვლის ტვინის ფორმას და საშინელ რაღაცაებს მართავს ტვინს და ეს ადამიანი პირდაპირ იძახის, რომ ხალხო თუ გიყვართ თქვენი თავი, არ დალიოთ, შეიცოდეთ თქვენი ტვინი და სხვათა შორის ძალიან დამეხმარა ამ ადამიანის ეს კერძო პრაქტიკა, რომ მეც საბოლოოდ ამომეღო ალკოჰოლი ჩემი რაციონიდან. ვინც განიხილავთ ალკოჰოლზე თავის დანებებას, ალბათ მნიშვნელოვანი იქნება მოგიყვეთ თუ რა ცვლილებები არის ჩემს ცხოვრებაში, მას შემდეგ, რაც ალკოჰოლს არ ვსვამ. ჯერ ერთის მაქვს ბევრად უფრო დაბალანსებული და დისციპლინირებული ცხოვრება, არ მაქვს ეს ამოვარდნები, 2 დღე თავის ტკივილი, გვიან დაძინება, ანუ ჩემი ცხოვრების სტილი შეიცვალა. ვიძინებ ერთსა და იმავე დროს, ეს არის 10-დან 11 საათამდე, ვიღვიძებ ერთსა და იმავე დროს, ეს არის 8-დან 9 საათამდე და ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, როგორც იცით და სუპერ მოწესრიგებული ძილი მაქვს. ასევე ჩემ მეგობრებთან ბევრად უფრო ღრმა საინტერესო საუბრები მაქვს, ბევრად უფრო სულიერი და ბევრად უფრო დავახლოვდით. რადგან ალკოჰოლს როცა სვამ, ჩემი გამოცდილებით უფრო ბანალურ და გაცვეთილ თემებზე საუბრობ. კი, შეიძლება ერთმანეთს რაღაც საიდუმლოებები მოუყვეთ, უფრო დაახლოვდეთ, მაგრამ რეალურად ჩემი აზრით ეს კომუნიკაცია არის მაინც უხარისხო და ჯობს ამ სიღრმეებში ფრიზელი ჩახვიდეთ. კიდევ დავამატებ, რომ ძალიან შემიყვარდა ჩემი თავი, რომ ამ ყველაფერზე უარი ვთქვი, უფრო ვენდობი ჩემ თავს და ვფიქრობ, რომ ყველაფერი შემიძლია და არაფერი არ არის შემთთვის შეუძლებელი. ვარ ემოციურად გაწონასწორებული, აი საკუთარი თავის ბატონი, რომ იძახიან თავისუფლება რა არისო, ბევრად მაღალი მაქვს ეს შეგრძნება, უფრო პასუხისმგებლიანი ვარ, ყოველთვის ძალიან პასუხისმგებლიანი ვიყავი, მაგრამ ეხლა უფრო პასუხისმგებლიანი ვარ და ძალიან მომწონს, რომ ჩემი საერთოდ
ფიქრები გადაეწყო, იცით რაზე? ის კი არ არის მარტო სუნვა, რომ მე ძვირიანი კრემი წავისვი თუ იოგის ის პოზა გავაკეთე და 10 წიგნი წავიკითხე, არამედ არ ვიყო დესტრუქციულ ურთიერთობაში საკუთარ თავთან, როგორც არის მაგალითად ალკოჰოლის დალევა იმისთვის, რომ კომუნიკაციის უნარი გამიუმჯობესდეს, ან უფრო თამამი გავხდა, რაც არ არის ჩემთვის პრიორიტეტი. ალკოჰოლის გარეშე მივხვდი, რომ ძალიან კარგი ვარ, ძალიან მაღალი მიმღებლობა მაქვს საკუთარი თავის და ნუ ვინმეს თუ არ მოწონს ჩემთან ერთად ყოფნა, შეუძლია არც იყოს. ჩვენს თავებას უფლება აქვს დასვას კითხვები და უპირობოდ არ მიიღოს წინაპრებისგან ის წესჩვეულებები და ტრადიციები, რაც მათ ჰქონდათ, რაც არ უნდა ძველი იყოს და რაც არ უნდა გამჯდარი იყოს, განსაკუთრებით თუ ხვდებით, რომ ეს ტრადიცია არის მავნე და ალკოჰოლის დალევა არის ძალიან დესტრუქციული, როგორც ინდივიდუალურად ჩვენთვის, ასევე კოლექტიურად საქართველოსთვის ძალიან ბევრი უბედური შემთხვევა მომხდარი ალკოჰოლის მოხმარების გამო, ბევრი კონფლიქტია, არ ვიცი, ადამიანები აგრესიულები ხდებიან და ნუ სხვადასხვა რაღაც არის, რაც შეიძლება რომ თავიდან ავირიდოთ. ასევე ადამიანი, რომელიც არის არაფხიზელი და ნახევარი კვირა არის არაფხიზელი და მეორე ნახევარი უნდება გამოფხიზლებას, არ არის ის ეფექტური, ვნებს საკუთარ თავს, ვერ დგამს წინ ნაბიჯებს და შესაბამისად საერთო სიკეთეშიც ქვეყნის ვერ შეაქვს სრული. აქედან გამომდინარე, მე მგონი ჯობს დავფიქრდეთ, მართლა არის თუ არა ალკოჰოლი ჩვენი იდენტობის ნაწილი, თუ არის რამდენად კარგია ეს და რამდენად საამაყოა, მე პირადად მირჩევნია ვიამაყო შოთა რუსთაველით და ვეფხისტყაოსნით, ვიდრე ვიამაყო იმით, რომ კვირაში 3 ჯერ ვსვამ და ძალიან ხარისხიანია ეს სასმელი და ძალიან კარგი ღვინო მაქვს. ნუ ეს ჩემი პირადი აზრია, შეგიძლიათ თქვენი კონტრარგუმენტები დაწეროთ, თუ ასე არ ფიქრობთ, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებულია ის, რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ჭარბი ალკოჰოლის თუ მცირე ალკოჰოლის მოხმარება არის ძალიან მავნე. მინდა რომ კარგი განწყობით დავასრულო, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი თავება შეძლებს იმას, რომ გამოფხიზლდეს, იყოს ძალიან ეფექტური საკუთარი თავი, განავითაროს სულიერად, ემოციურად, ფიზიკურად, ყველანაირად განვითარდეთ და რაღაცნაირად ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, წინსვლაში და ბედნიერ ცხოვრებაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი.